ინგლისსა და შოტლანდიაში ქალთა ფეხბურთს გადარჩენის შანსი გაუჩნდა. Ყველა წარმატება, რომლისთვისაც სპორტის ამ სახეობას ბოლო 50 წლის განმავლობაში მიუღწევია, ტრანსგენდერებს, ანუ ვითომ ქალად გადაკეთებულ მამრებს აღარ შეეწირება. ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, რომ ქალი არის მხოლოდ ის, ვინც ქალად დაიბადა და არა ის, ვისაც ქალობა მოუნდა და სხეული დაისახიჩრა, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. უპირველეს ყოვლისა ქალთა სპორტში. ძალიან კი არ უნდოდათ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიტანეთის ფეხბურთის მთავარი ორგანო, ფეხბურთის ასოციაცია იძულებული გახდა ინგლისისა და შოტლანდიის ქალთა გუნდებში ტრანსგენდერი ფეხბურთელებისათვის თამაში აეკრძალა. ამას რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. LGBT ორგანიზაციებმა და ტრანსების უფლება-დამცველებმა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად დაგმეს და ერთი ვაიუშველებელი ატეხეს იმ მოტივით, რომ ეს დისკრიმინაციული და ტრანსფობიური გადაწყვეტილება კატასტროფულ გავლენას მოახდენს ათასობით ტრანსზეო, ძირითადად ტრანს ფეხბურთელებზეო. ცნობისთვის ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში დღესდღეობით 100,000 ტრანსგენდერი ცხოვრობს. მათთვის ქალთა სპორტული სახეობების მიტაცების უფლების ჩამორთმევა კი ცოტაც და დისკრიმინაციულ არმაგედონად გამოცხადდება. არადა ფეხბურთის ასოციაციას ყოველთვის ჰქონდა საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმ სერიოზული ზიანისა და ტრავმების შესახებ, რომელსაც ქალები და გოგონები წლების განმავლობაში იღებდნენ ამ უაზრო გენდერული პოლიტიკის წყალობით, როცა ბიოლოგიურ მამრებს ქალთა გუნდებში თამაშის უფლება ჰქონდათ დაკანონებული. ამასობაში უამრავმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ ტესტოსტერონის ხელოვნურად დაქვეითების შემთხვევაშიც კი ბიოლოგიური მამაკაცის ფიზიკური მონაცემები ბევრად აღემატება ქალისას. ბრიტანეთის ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები, რომ ტრანსგენდერებს, რომლებსაც ტესტოსტერონის დორე ხელოვნურად აქვთ შემცირებული, მაინც შენარჩუნებული აქვთ მნიშვნელოვანი ფიზიკური უპირატესობები. პირველ რიგში კუნთოვანი მასა. ტრანსებს მინიმუმ 12%-ით უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვთ, ვიდრე ჯამრთელ ბიოლოგიურ ქალებს. ასევე ძვლის სიმკვრივე. მათ 15%-ით მეტი აქვთ ძვლის სიმკვრივე, რაც სხეულის გაცილებით მტკიცი აგებულებას ნიშნავს. სისხლის მიმოქცევის სისტემა. ტრანსებს 15%-ით მეტი ჟანგბადის მოცულობა აქვთ სისხლში, რაც მათ გამძლეობას მნიშვნელოვნად ზრდის. ყველა ეს განსხვავებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტაქტურ სპორტში, მათ შორის ფეხბურთშიც. ასეთი უპირატესობები ბუნებრივია ქალ სპორტსმენებს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. ლიბერალიზმის ანატომიაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ უმძიმეს ტრამვებზე, რომლებიც ქალებს მამრმა ტრანსებმა მიაყენეს. უამრავი მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული ქალთა ფეხბურთშიც. 2022 წელს დანიის ქალთა ლიგაში ტრანსგენდერმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში 3 მოწინააღმდეგე ქალი ისე დაამტრია, რომ სამივეს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. ინგლისის ადგილობრივ ჩემპიონატში კი არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა გუნდები ტრამვების თავიდან არიდების მიზნით უბრალოდ არ გამოდიოდნენ მოედანზე. ტრამვებს რომ თავი დავანებოთ, ნამდვილი სპორტი არ არსებობს სპორტული სამართლიანობის გარეშე. სპორტის მთავარი პრინციპი არის თანაბარი შესაძლებლობები. როდესაც ბიოლოგიურ მამაკაცს თუნდაც ჰორმონალური თერაპიის შემდეგ შეუძლია ქალთა გუნდში ითამაშოს, ეს არღვევს სამართლიან კონკურენციას, ქმნის არათანაბარ პირობებს და სრულიად დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს მას, ვისაც საერთოდ არაფერი ესაქმება ქალთა სპორტში. დასავლური ცივილიზაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულ ღირებულებებსა და ბუნებრივ სამართალზე იყო დაფუძნებული, დღეს ღრმა იდენტობის კრიზისის წინაშე დგას. ისეთი ფუნდამენტური ცნებები, როგორიცაა დედობა, ქალობა და მამაკაცობა, გადაიქცა დისკუსიის საგნად არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ სამართლებრივ ინსტიტუტებშიც. ტრანსგენდერული იდეოლოგია, რომელიც წარსულში ტოლერანტობის მოთხოვნით შემოდიოდა, დღეს სულ უფრო ღიად ცდილობს გააქროს ის საზღვრები, რომლებზეც ადამიანის ბუნებრივი განსხვავებულობა და საზოგადოებრივი წესრიგი დგას.
იმავნე იდეოლოგიებისთვის, რომლებიც ბუნებრივ წესრიგს უარყოფენ და სქესს მხოლოდ სოციალური კონსტრუქციის სახით წარმოსახავენ. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი, რომ სქესი გახდეს არჩევითი სოციალური კონსტრუქცია. ახლა საფრთხე დაემუქრა თავად ცნებების შინაარს. ქალის განმარტება, რომელიც აქამდე ითვლებოდა ბიოლოგიური ჭეშმარიტების ნაწილად, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების დონეზე გახდა დავის საგანი. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის ნაკარნახევი თანამედროვე იდეოლოგია ამტკიცებს, რომ ბუნებრივი წესრიგი თავისუფლებას ხელს უშლის, ხოლო რეალობაზე დაფუძნებული განსაზღვრებები დისკრიმინაციად ფასდება. სწორედ ამ პირობებში უნდა შევხედოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც მცდელობას შეინარჩუნოს საღიგონება და ობიექტურობა რელატივიზმის ქარბუქში. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც კანონის დონეზე დაადასტურა ის, რაც ცივილიზებულ საზოგადოებებს 1000 წლეულების განმავლობაში ცხადად ჰქონდათ განსაზღვრული, რომ ქალი მხოლოდ ბიოლოგიურ ქალს გულისხმობს, არის სერიოზული სამართლებრივი სიგნალი, რომელიც აჩვენებს, რომ ინგლისელი საზოგადოების გულში ჯერ კიდევ შემორჩა საღი ეს არ არის გამარჯვება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის, ეს არის ნაწილობრივ გადარჩენილი სივრცე, რომელსაც წლების განმავლობაში იდეოლოგიურად მოტივირებული ლობი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state-ი, მის მიერ მართული ინგლისის ფსევდოლიბერალური ხელისუფლებები დაუღალავად შრომობდნენ და ცდილობდნენ ქვეყანა მავნე იდეოლოგიურ ბურუსში გაეხვიათ, სადაც ბუნებრივი განსხვავებულობა იზღუდება, ჭეშმარიტება გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეწირება და საზოგადოება თანდათან კარგავს სწორისა და მცდარი აზრის გარჩევის უნარს. ლეიბორისტების მმართველობის პირობებში ბრიტანეთში ისეთი იდეოლოგიურად მოტივირებული შიზოფრენიის ღრამდე მისული ნორმები დამკვიდრდა, რომ საზოგადოებას უკვე აღარ ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანაში რაიმე გონივრული ხმა გაჟღერდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ანგლოსაქსურ სამყაროში ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული. ბრიტანულ სასამართლოებში ჯერ კიდევ არსებობენ კონსერვატორად მოაზროვნე მოსამართლეები, რომელთათვისაც ქვიარ იდეოლოგიას არ შეუცვლია საღი აზრი ცნებითი ქაოსი. აპრილში ედინბურგის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელად დაადგინა, რომ ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერი ქალები სინამდვილეში არავითარი ქალები არ არიან. ისინი ბიოლოგიური მამაკაცები არიან, განურჩევლად იმ სქესობრივი თვითახქმისა, რომელსაც აცხადებენ და შესაბამისად ამიერიდან ტრანსი პირები აღარ დაიშვებიან ქალების გასახდელებში, საშხაპეებში, საერთო საცხოვრებლებში, სპორტულ დარბაზებსა და განსაკუთრებით ქალთა საპატიმროებში, სადაც წარსულში უკვე არაერთი სკანდალი მოჰყვა მათი ყოფნის შედეგებს. სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 2010 წლის თანასწორობის აქტში ტერმინები ქალი და სქესი ეხება ბიოლოგიურ ქალებს და არა გენდერულად იდენტიფიცირებულ პირებს. კანონის ინტერპრეტაცია უნდა დაეფუძნოს ობიექტურ ბიოლოგიურ რეალობას და არა ცვალებად სუბიექტურ განცდებს. ქალებისთვის განკუთვნილი დაცული სივრცეების მიზანი სწორედ ბიოლოგიური სქესის მიხედვით ქალების დაცვაა და ამ სივრცეებში ბიოლოგიური მამაკაცის ყოფნა მიუხედავად მისი თვითიდენტიფიკაციისა, კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ინსტიტუციამ გაბედა და თქვა: ქალობა არ არის კოსტიუმი, რომელსაც სურვილი სამებრ მოირგებ. ქალობა არის ბუნებრივი რეალობა, რომელსაც ვერ შეეჭრები, ვერ მიითვისებ და ვერ გაანადგურებ შენიღბული და ძალადობრივი ტოლერანტობის სახელით. და ეს გახლდათ გარდატეხის წერტილი, რომელმაც სპორტული ასოციაციებიც კი აიძულა გამბედაობით ეღიარებინათ რეალობა, რომელსაც წლების განმავლობაში თვალს არიდებდნენ. სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინგლისის და შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციებმა უარი თქვეს ინდივიდუალურ შეფასებებზე და მიიღეს პირდაპირი აკრძალვა. ქალთა გუნდებში მონაწილეობა შეუძლებელია ბიოლოგიური მამაკაცისათვის, მიუხედავად იმისა, თუ რას მიიჩნევს ის საკუთარ იდენტობად. თუმცა ტრანსები რისი ტრანსები იქნებოდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ასე მარტივად შეეგუონ. დიდ ბრიტანეთში ისინი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის მიერ ნაკარნახევი მითითებული
თებებით იწყებენ მოქმედებას. საქმეში სწრაფად ერთვება ლიბერალური მედია და ტრანსგენდერული ლობი, რომლებიც მთავარ არგუმენტად იყენებენ მოსაზრებას, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სიძულვილის ზრდა გამოიწვიოს. მაგრამ სწორედ ამ ვითომ გულისამაჩუყებელ კომენტარებსა და სიუჟეტებში ჩანს მათი ყველაზე დიდი სტრატეგიული გეგმა. ისინი პირდაპირ ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე თამაშს, ერთგვარ ილუზიას ქმნიან, სადაც თითქოს ტრანს ადამიანები წარმოსახულნი არიან როგორც უძლურები და საფრთხეში მყოფნი. დიახ, ისინი ასეთი გზით ცდილობენ საზოგადოებაზე ზემოქმედებას, თანადგომის მოპოვებას და სამართლებრივი გადაწყვეტილებების გადახედვას. ერთ-ერთი ვითომ მსხვერპლად ქცეული ტრანსგენდერი ნატალი ვაშინგტონი თავადვე აღიარებს, რომ მამაკაცთა საფეხბურთო გუნდში მას თავის დამკვიდრება გაუჭირდა. საბოლოოდ მან ფეხბურთზე უარი თქვა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა სპორტში, რაც სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და ქალთა გუნდს შეუერთდა. სწორედ მაშინ, როცა 2017 წელს ქალთა გუნდში თამაშისას გოლი გაიტანა, თქვა, რომ პირველად იგრძნო ნამდვილი კუთვნილება. თითქოს ეს გოლი ფეხბურთზე მეტად მისი ახალი იდენტობის დამტკიცებას ნიშნავდა. ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ტრანსი ვაშინგტონის უფლება ქალთა ლიგაში ითამაშოს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ისეთი შეგრძნება თითქოს ტრანსგენდერ ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად რაღაცას ართმევენ. ეს კიდევ ერთი დარტყმა იმ დროს, როდესაც ამ ადამიანებს უკვე საკმარისად მძიმე ვითარება აქვთ. ვაშინგტონის ეს სიტყვები არამხოლოდ ტრანსგენდერების უსაფრთხო გარემოს საჭიროებაზე მიუთითებს, არამედ იმ სტრატეგიაზე, რომელიც ემოციურ ნარატივშია აშენებული, უსუსურობის და შევიწროვების განცდაზე ორიენტირებული, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ საზოგადოებრივ ზღვარზე ფართო ემოციური სურათი შეიქმნას. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს დამატებით პოლიტიკურ და სამართლებრივ ზეწოლას, რათა საზოგადოებაში არა მარტო შეიცვალოს განწყობა, არამედ საერთაშორისო ზეწოლით გადაწყვეტილების გადახედვაც შეძლონ. ვაშინგტონი, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს ფეხბურთი ტრანსფობიის წინააღმდეგ, ერთ-ერთი იყო იმ 28 ტრანსგენდერს შორის, ვინც ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციაში იყო რეგისტრირებული სამოყვარულო ქალთა გუნდებში სათამაშოდ. ასეთი მონაწილეობისთვის მათ უნდა ჰქონოდათ დაბალი ტესტოსტერონის დონე, ბიოლოგიური ქალების ნორმის ფარგლებში. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ასოციაციამ შეცვალა წესები და ბიოლოგიურ მამაკაც მოთამაშეებს არსებული ვითარებაც განუმარტა. ეს კომპლექსური თემაა და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ თუ კანონმდებლობაში, მეცნიერებაში ან საფეხბურთო პოლიტიკაში არსებითი ცვლილება მოხდებოდა, ჩვენ მას გადავხედავდით და საჭიროების შემთხვევაში შევცვლიდით. უზენაესი სასამართლოს 16 აპრილის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვლით ჩვენს პოლიტიკას. ტრანსგენდერ ქალებს აღარ შეეძლებათ ინგლისში ქალთა ფეხბურთში თამაში და ეს პოლიტიკა 2025 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად მაინც განაგრძობენ ტრანსგენდერების ინტეგრირებას საკუთარ გუნდებში. ასეთი ლონდონში დაფუძნებული ქალთა და არაბინარული ინკლუზიური საფეხბურთო კლუბი Goldiversi აღმოჩნდა, რომელიც საფეხბურთო ასოციაციის კონტროლირებად ყველა ლიგას ჩამოშორდა. 1 ივნისს აკრძალვის ამოქმედების დღეს Goldiversმა ლონდონში ინკლუზიური ქალთა ტურნირი გამართა, სადაც სოლიდარობის ნიშნად 100-მდე მოთამაშე მონაწილეობდა. მე აქ ყოველთვის მექნება ადგილი და ყოველთვის ტრანსგენდერი ქალი ვიქნები. ამას ვერავინ წამართმევს. დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიოლოგიური სქესი არაა სურვილზე დაფუძნებული ფიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები კვლავაც დაცულნი რჩებიან დისკრიმინაციისგან ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება და განათლება, LGBT ორგანიზაციებში და ტრანს აქტივისტებში განგაშის ზარების რეკვა დაიწყეს. ტრანსფობიური დარტყმა, დისკრიმინაციის ტალღა და სხვა შაბლონური ფრაზები უკვე გაცვეთილი იარაღივით ამუშავდა. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 66 მილიონ მოქალაქეში თავს ტრანსგენდერად მხოლოდ 116,000 ადამიანი მიიჩნევს. მცირე, მაგრამ იდეოლოგიურად აგრესიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ წესრიგზე იდეოლოგიური ექსპერიმენტების თავსმოხვევას. თუმცა ამ ეტაპზე დასავლურ სამყაროშიც ჩანს პირველი წინააღმდეგობის ნიშნები. ეს შეიძლება გახდეს საწყისი წერტილი ქალის, კაცისა და ობიექტური სიმართლის დასაცავად.
ბრიტანული ფეხბურთის ტრანსგენდერებისაგან გათავისუფლება ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც ფსევდოლიბერალური დოგმების სერიოზული კრახი და საღი აზრის გამარჯვება იდეოლოგიურ აგრესიაზე, რომელიც ანადგურებს ქალთა სპორტს, ქმნის საშიშროებას ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და არღვევს სპორტის ძირითად პრინციპს, სამართლიან კონკურენციას. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ტრანსპორტსმენმა, მორბენალმა ჯოანა ჰარპერმა საჯაროდ აღიარა, რომ ქალთა შეჯიბრებებში მისი და მისნაირების მონაწილეობა არის უსამართლობა და სპორტული თანასწორობის პრინციპის დარღვევა. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სპორტული ფედერაციები და კომიტეტები ბევრს ფიქრობენ ტრანსგენდერების გამო შექმნილი ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალზე. არის იდეა, რომ შეიქმნას ცალკე კატეგორია თამაშებისა. ანუ ტრანსგენდერი სპორტსმენებისათვის შეიქმნას რაღაც სპეციალური დივიზიონი, სადაც ეს თვითონ ქალად გადაკეთებული მამრები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და უნდათ რინგზე უბრახუნონ ერთმანეთს და უნდათ მოედანზე ამტვრიონ მოწინააღმდეგები. მაყურებელიც თავიანთი LGBT საზოგადოებიდან ეყოლებათ და ტრიბუნებიც მათი საყვარელი ცისარტყელას დროშებით იქნება გადაჭედილი. მაგრამ დიდი ალბათობით ამას თავად ტრანსები, LGBT ორგანიზაციები და მათი მმართველი Deep State არ დათანხმდება. როგორ დაამტკიცონ მერე, რომ ისინი ნამდვილი ქალები არიან და არა უბრალოდ სხეულ დასახიჩრებული მამრები? მათ განსაკუთრებულობაზე აქცენტი ხომ ტრანსფობია? ამიტომ ყველაზე ეფექტური საშუალება ქალთა სპორტის დასაცავად ჯერჯერობით მაინც არის მისი ტრანსებისგან სრული გასუფთავება. რა თქმა უნდა, მხოლოდ სწორი კანონების მიღების გზით. დროებით.